სამტრედიის გზაზე ვართ საჯავახოსთან, ნიგორ ზღვა ქვია აქაურობას სოფლის მოსაცდელია. უკანა კედელზე დარჩენილია საბჭოთა მოზაიკის პატარა ნაკუწი. ყოველ გავლა-გამოვლაზე ვჩერდები. არასდროს არ დავტოვებ, რომ არ შემოვიხედო. თუ სტუმარი მახლავს, მით უმეტეს შემოვიყვან და ვაჩვენებ. გერმანელი სტუმრები განსაკუთრებით ინტერესდებიან, იმიტომ რომ ცოტაა დარჩენილი ამ პერიოდის ნამუშევრები. შეიძლება დიდად ძვირფასი ნამუშევარი ეს არ იყოს, მაგრამ ეს ესთეტიკა უფრო და უფრო ცოტა დარჩა. შრომელი კოლმეურნეები არიან გამოსახული. აქ ფეხბურთის სტადიონი აქვს ბავშვებს მოწყობილი. აი შარშან რო ვიყავი, ეს კედლები ჯერ კიდევ იყო. ახლა ესეც აი ჩამონგრეულა სულ. და წვრილი მოზაიკითაა გაკეთებული. აი ეს ქვევითაც ნახე როგორი ფერებია. სოციალიზმის ნამდვილი ნიმუშია. დავიც მე მომწონს და ძალიან მომინდებოდა რომ შეინარჩუნოს ვინმე, მაგრამ აბა როგორ გამოვა რა ვიცი. ეს ადამიანმა დახატა, აუცილებლად ეყოლებოდა ამას მხატვარი, აუცილებლად მე ამის შემსრულებელი, ვინც ეს მოზაიკით ააწყო. გაჩერება ჩვეულებრივი სოფლის ავტობუსის გაჩერება. ახალგაზრდებს არ მგონია რომ ეს ვინმეს დააინტერესებს, მაგრამ ჩემთვის ჩემი ბავშვობა. კია საბჭოთა, მაგრამ ჩემი ბავშვობა. იქ სიმინდის ყანა, იქით ამ ხარეს დარჩენილი ქვედა ნაწილი, იმასაც შევხედოთ. აქ მესიმინდე იყო ყანაში, აი ნახე ნაშთი არის დარჩენილი, კაცია, ახალუხი აცვია. ისეთი ძველებური ჩაქურა შარვალი აქვს, იქ სიმინდის კალოყრია, ნახე დარჩენილი. წინა ფასადი მთლად გაფუჭებულია, ჩამოყრილია, ერთი პატარა ფრაგმენტია იქ დარჩენილი. ეს სულ პატარ-პატარა ნამცეცებითა, აი კაფელის, ფაიფურის პატარ-პატარა ნატეხებითა აწყობილი. რაღაცა ჯგუფი არსებობს, მე მგონი, რომელიც დაინტერესებულია ამ მემკვიდრეობის გადარჩენით და ცდილობენ, მაგრამ აქ ნახე მე ციტრუსეები, ციტრუსი კოლოფით, საკაი მწვანეა, იქ ხაბურზაკები და ხაპებია, გოდრით ხილი, ნარჩენებია. მე მგონი, რომ კარგია ჩვენს კადრებში მაინც თუ დარჩება. ამის გადარჩენა უკვე გვიანია, მე მგონი. რას ვიზებთ? ასეთია ცხოვრება. დრო მიდის და ესთეტიკაც იცვლება.